თუ ამ ვიდეოს thumbnail-ი მოგეწონა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა იდეალურად გააკეთა თავისი საქმე. თანამედროვე ცხოვრება ვერ ვიტყვი ხელოვნური ინტელექტის გარეშე შეუძლებელია თქო, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას საერთოდ არ იყენებენ, მაგრამ აქვე ერთ რაღაცას დავამატებ, ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ცხოვრების გამარტივების ძალიან ბევრ საშუალებას გვაძლევს. და დღევანდელ ვიდეოში სწორედ ხელოვნურ ინტელექტზე ვილაპარაკებ. რადგან დღევანდელი ვიდეო დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მიერ დამზადებული ამ thumbnail-ით, მოდი ვნახოთ როგორ აიწყო ეს thumbnail-ი და რა ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენე მის დასამზადებლად. მოკლედ მეგობრებო, Photoshop-ში ავაწყე ასეთი ნიმუშის ფოტო. არაფერი განსაკუთრებული ეს არ არის, დროსთან ერთად დაიხვეწება რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის რომ ეს ფოტო დავხვეწოთ, დამჭირდება ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დღეს მე თქვენ გაჩვენებთ, ეს არის gencraft.com, ChatGPT და კიდევ რამდენიმე, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. და ხო, ერთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაითვალისწინეთ. თითოეული მათგანი იდეაში არის ფასიანი, თუმცა უფასო ვერსიების დროს, მაშინ როდესაც თქვენ თანხას არ გადაიხდით, რაღაც გარკვეული ლიმიტირებული ვერსია გექნებათ, რომელსაც როგორც მინიმუმ გატესტავთ და ნახავთ, თუ მოგეწონებათ შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გამოიყენებთ და შეიძენთ, თუ არ მოგეწონებათ, უბრალოდ დაიკიდებთ და ამ ლიმიტირებულ ვერსიას გამოიყენებთ. იმისთვის რომ ფოტო დააგენერიროთ, აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის, სტილი, მათ შორის არის რეალიზმი, 3D ანიმირებული სტილი, ჰიპერრეალიზმი, რაღაც გრანდიოზული დეტალები და ასე შემდეგ რა. ოღონდ იმისთვის რომ თითოეული მათგანი გამოიყენოთ, როგორც მინიმუმ, თქვენ უნდა დაწეროთ ეგრეთ წოდებული პრომპტი, რომელიც იწერება აქ. თუ კი პირობითად თქვენ კარგად არიცით ინგლისური, წარმოვიდგინოთ ეგეთი სამყარო, სადაც თქვენ ინგლისური კარგად არიცით, იმიტომ რომ წესი და რიგით ინგლისურს აწვევით თავიდან ბოლომდე ბოლო 20 წელი მთელი საქართველო. ხო და წარმოვიდგინოთ რომ ინგლისური არ ვიცით, არც ეგ არ არის პრობლემა, შეგვიძლია შევიდეთ ChatGPT-ში, მოუყვეთ ძირითადად რა მიმართულების ფოტო გვინდა რომ გაკეთდეს და შესაბამისად დაუწეროთ პრომპტისთვის დასაგენერირებელი ტექსტი ქართულ ენაზე. მინდა რომ დამეხმარო შემდეგ რაღაცაში გადავიღე ვიდეო, რომელშიც ვსაუბრობ სხვადასხვა სახის მოკლედ, ეს არის პრომპტი, რომელიც გამოჩნდება და შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ. ესეთი რაღაც მივწერეთ ChatGPT-ს, შეგიძლიათ მოსკრინოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეხლა ვნახოთ რა სიზავს ChatGPT. მოკლედ, მომწერა ესეთი პრომპტი, futuristic AI themed background რაღაც მთელი ამბები. მოდი პირველ რიგში რა ვქნათ? შეგიძლია ფოტო დამიგენერირო ჯიგრულად. ესე მივწეროთ. ხელოვნურ ინტელექტთან მაინც ჯობია რომ ესე ჯიგრული, მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს. ფოტოს დამიგენერირებს ChatGPT და ზუსტად იგივე პრომპტი, რომელიც აქ გვექნება, გამოვიყენოთ ასევე gencraft-ში. ვნახოთ რომლის აჯობებს და მაგის მიხედვით ესე იგი მეგობრებო, შევარჩიოთ შემდგომ უკვე რომელი გვირჩევნია. ფოტოს რეზოლუციაში აქ 16:9 უნდა ავირჩიოთ, იქიდან გამომდინარე რომ YouTube-ზე thumbnail-ები 16:9 ვერსია არის. აქ ეს generate მივცეთ, holy shit. ეს background-ი მე პირადად ძალიან მომწონს. ჩავიწეროთ background-ი, არ არის პრობლემა. და ვნახოთ აბა ერთი gencraft-ი რა შემოგთავაზებს. სწავლ, ერთიც და მეორეც ძალიან მაგარი არის. აქ ამ შემთხვევაში მე თუ მკითხავთ, ან GPT-ის ვერსიას გამოვიყენებ, ან ამის ვერსიას, ერთის და მეორეც ვნახოთ, რამდენად მოუხდება ჩვენს thumbnails. ვნახოთ, რამდენად კარგია. ცუდი არ არის. ფაქტია, ცუდი ნამდვილად არ არის. ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და არა თავიდან ბოლომდე დამზადებული thumbnail-ი, რომლის background-ის იდეაც ხელოვნურმა ინტელექტმა შემოგთავაზა. background-მა განსაზღვრა ის თუ სად ჩავждებოდი მე, სად წავიდო და ხელოვნური ინტელექტის წარწერა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ AI, რომელიც აქ ფოტოში წერია, უეჭველი უნდა გამოჩენილიყო, იმიტომ რომ AI რო ხელოვნური ინტელექტია, აბსოლუტურად ყველა ადამიანმა იცის. და მოკლედ ესეთი thumbnail-ი მივიღეთ, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და თუ კი ეს ვიდეო გახსენით და ყურების სურვილი გაგიჩნდათ, სავარაუდოდ ერთ-ერთი გამოწვევის მიზეზი იყო სწორედ ეს thumbnail. ხო, არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. Let's go. შემდეგი სერვისი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ეს არის Layupix-ი, სერვისი, რომელიც გაძლევთ თქვენ იმის საშუალებას, რომ თქვენს ფოტოს, ასე ვთქვათ, სიცოცხლე შემატოთ. და მოდი პრინციპში ეგრევე ნიმუში განვიხილოთ. მე მგონი ეგრე აჯობებს. ეს არის ის ფოტო, რომელსაც Layupix შევთავაზებთ Arcane-დან, League of Legends-დან, როგორც არის Jinx-ი, რომელიც შემოვაგდეთ აქ Leia.ai-ში, უпростоოდ App.immersity.ai-ში და აქ შემიძლია რომ ეს 3D მოდელი უпростоოდ
გაცოცხლებული ჯინქსი. მე როგორც გამიხარდება ისე დავაზრიალო, ასე ვთქვათ. შემიძლია რომ აი ესეთი ანიმაციის სტილი შემოგთავაზოთ, შემიძლია zoom left-ი გავაკეთო, შემიძლია უბრალოდ აი ესეთი circle ანიმაცია გავაკეთო და აი აქ ჩემს ქვევით კი ხედავთ წესი და რიგით რომ შემიძლია სეტინგები შევცვალო. მაგალითისთვის შემიძლია რომ აი ასე შევუცვალო სეტინგები. ეს არის X-ის ამპლიტუდა, ეს არის Y-ის ამპლიტუდა და ნუ მოკლედ შემიძლია რომ აი ასე შევცვალო სეტინგები და შემდეგ უკვე დავაექსპორტო. ანიმაციის ხანგრძლივობა აქ შემიძლია რომ დავაყენო აი ეს 10 წამიანი. გარდა ამისა შემიძლია რომ აი ეს edge dilation-ი დავავწიო ან ჩამოწიო და ნუ მოკლედ ბევრი რაღაც შეიძლება შევცვალო და ბევრი ასე ვთქვათ რამ შეიძლება მივიღო ერთი ფოტოსგან. თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ მსგავსი ფოტოები TikTok-ზე შეიძლება შეგვეტრიათ, სადაც აი ასე არის მოკლედ ანიმირებული თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს თქვა სრულფასოვანი ანიმაცია რა, ანიმირებული მოკლედ ფოტო. ესეც მოკლედ რა თქმა უნდა იქნება აღწერაში ასე რომ გადადით, ნახეთ შეამოწმეთ. შემდეგი სერვისი, რომელზეც მე ვისაუბრებ, ეს არის Animated Drawings-ი, რომელიც მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველას ძალიან მოეწონება. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც პატარა და-ძმა ყავს, ან თუნდაც პატარა შვილი ყავს, თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი პატარა და-ძმის ან შვილის, ან პრინციპში თქვენი ბავშვობის ნახატების გაცოცხლება, ანიმირება და მოკლედ მინი ვიდეოების გადმოწერა შემდგომ უკვე საიტიდან. ეხლა მე აქ Paint-ში რაღაცას დავხატავ იმაიმუნებ და მოკლედ ნახოთ ერთი რამდენად შევძლებთ ჩვენი პერსონაჟის გაცოცხლებას. აი ესეთი პერსონაჟი პირობითად რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ დავხატოთ და შემდეგ ამ პერსონაჟის ანიმაცია შევძლოთ ონლაინში უფასოდ. შემოვედით საიტზე sketch.metamolab.com კიდევ ერთხელ ლინკები აბსოლუტურად ყველაფრის რაც გამოვიყენე იქნება აღწერაში. დავააპლოდოთ ფოტო მეგობრებო, აი ესეთი ჩვენი პერსონაჟი, ზანდაბარა კატასტროფა დავხატე. დავასკანიროთ ეხლა ეს პერსონაჟი. გადავიდეთ შემდეგ მონაკვეთზე, find character რადგან აწერია, ნუ მოკლედ აი ეს არის ჩვენი პერსონაჟი. ეხლა ჩვენს პერსონაჟს უნდა მოვაშოროთ ასე ვთქვათ background-ი. გადავიდეთ text-ზე და ეხლა მოკლედ აი აქ ჩვენს პერსონაჟს უნდა გავუკეთოთ შემდეგი რაღაცა. მარცხენა თვალი აქ, მარჯვენა თვალი აქ. ეს ყური რო ყურია, ეგეც აღიქვა? ამ ნახატში ყური როგორ იპოვე გეხვეწები? ანუ აი ეს რო ყური არის, მარცხენა ყური, ნუ რეალურად მარჯვენა ყურია, მაგრამ რადგან აქეთ ვიყურებს, ესე იგი მისი მარცხენა ყური გამოდის, მე არ მეგონა რომ ამას ყურად აღიქვავდა. გადავიდეთ next-ზე და ეს არის ჩვენი ანიმაცია, რომელიც ეხლა რატო ბიჭო? ესე რატო აკეთებ? კაი, ოკეი, კაი. აი ესეთი რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილის ნახატისგან. მოდი რაღაცა სასაცილო პირობითად. ეხლა აი ეს ავიღოთ. აუ ძალიან მაგარია, ბიჭო. აი ძალიან მაგარია რა. აუ მე არ მეგონა რომ ესე ვიხალისებდი სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ეს მე რო გავტესტე რაღაც უბრალოდ ინტერნეტიდან გადმოწერილ სურათზე და არა ჩემს დახატულზე. ანუ კრივის ის არის ანიმაცია? Holy shit, ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. მოდით ცეკვაც ავირჩიოთ. აი ეს ცეკვა პირობით. აუ ძალიან კაი რაღაცა არის. მოკლედ ხელოვნური ინტელექტი თუ კი თქვენი შვილი რაღაცას დახატავთ, შეგიძლიათ ფოტო გადაუღოთ, მე უბრალოდ შემოვატაროთ რაღაცეები, აი ამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და აი ესეთი რაღაც გააკეთოთ თქვენი შვილის ნახატისგან, ან ძმის, ან დის, რავი, როგორც უკვე გითხარით. რავი, ძალიან მაგარი რაღაცაა. მე პირადად ძალიან მომწონს. ამ ვიდეოსთვის ბოლო, თუმცა რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტებში არა ბოლო და არა უკანასკნელი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გაგაცნობთ, ეს არის Suno.ai. სუნიანი AI. თუმცა Suno-თან არაფერ შუაში არ არის, Suno არის Sound-თან კავშირში და ეს ხელოვნური ინტელექტი მოგცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ დავაგენერიროთ სიმღერა. აქაც ორ რაღაცას გამოვიყენებ, ერთი იქნება ChatGPT, რომელსაც დავაწერინებ ტექსტს და მეორე იქნება Suno AI, რომელსაც ჩავაწერინებ სიმღერას. Let's go. ChatGPT-ს მივწერე, რავი, რატომღაც ინგლისურად გადაწყვიტა რომ მეპასუხა, მაგრამ არაა პრობლემა, დამიწერე ტექსტი სიმღერისთვის თქო, რომელშიც მაინერი ქართველი იუთუბერი განეხილავს ხელოვნურ ინტელექტებს და იმას თუ როგორ მუშაობენ ისინი, რამდენად ამარტივებენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან ასპექტებს ჩვენ ცხოვრებაში და მთელი ამბები. მოკლედ, დავაკოპიროთ ახლა ეს ტექსტი, შემოვიდეთ Suno AI-ში, დავაფეისტოთ აქ. ხედავთ, ნახეთ როგორი ამბავია. 200 სიმბოლო უნდა იყოს გამოყენებული. კაი, არაა პრობლემა. კლასიკური lyrics mode-ი უნდა შევარჩიოთ.
ინსტრუმენტალიც ალბათ დამჭირდება წარმოდგენა არ მაქვს და დავაქრეითოთ აქ მოკლედ ესე იგი გაბლარული იქნება ის დანარჩენი ვიდეოები კი და საუნდები რომლებიც აქამდე დამიგენერირებია იმედი არ მიწყეთ რაღაც სისულელეებია და დაიკიდეთ ვნახოთ აბა ერთი რა შემოგთავაზებს პატარა ხარვეზი მოგვივიდა მეგობრებო ინსტრუმენტალი რომ მოვნიშნე სავარაუდოდ მაგის გამო ტექსტი არ დამიგენერირა ანუ მხოლოდ მუსიკა შემოთავაზა სხვათა შორის რომელიც ძალიან მომეწონა ვაფშე მაგარი ამ მუსიკას გამოვიყენებ ამ ვიდეოსთვის მეგობრებო ამ მუსიკის ანუ ის მუსიკა რომელიც დამიგენერირა აი ამ ჯიგარმა Suno AI-მ იქნება ამ ვიდეოს ფონზე ასე რომ თუ კი ამ ვიდეოს ფონზე მუსიკა გამაღიზიანებელი არ იყო მინდა რომ იცოდეთ ეს მუსიკა იყო დაგენერირებული AI-ის მიერ ესეც მაგარია ტექსტი გამოუშვი ჯიგარო Tech where future's bright Geominers here with sheer delight Tools best in hand so keen ChatGPT's wisdom like you've never seen კაი მოდი მეორე ვერსიაც ვნახოთ განსხვავებულ ვერსიებს ვთავაზობთ Holy shit Tools best in hand so keen ChatGPT's wisdom like you've never seen Bits and bytes they dance in light Cracking codes through day and night აუ რაღაცით წააგავს რომელ მომღერალს იცით? აუ სკლეროს რა უთხარი მე Robin Williams უფრო სწორედ თუ Robin Williams ნუ მოკლედ მაგას წააგავს რაღაც მაგრა წააგავს კაი რავი მე პირადად მაყოფილი ვარ იმით რაც Suno.com-მა დამიწერა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულადაც შეგიძლიათ ამ ჯიგარს შესთავაზოთ ტექსტები და ქართულადაც დაგიგენერირებთ რამე თქვენთვის სასურველ ტექსტზე სიმღერას. საბოლოო ჯამში ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო მთელი ეს ვიდეო ძალიან დიდი რაოდენობის AI არსებობს, ძალიან დიდი რაოდენობის ნეიროქსელი არსებობს, უდიდესი რაოდენობის ხელოვნური ინტელექტი არსებობს, რომელიც სხვადასხვა სფეროში შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქ ფაქტობრივად არ მიჩვენებია ხელოვნური ინტელექტის, იმ ხელოვნური ინტელექტებისაც კი, რაც ვახსენე, ალბათ შესაძლებლობების 40-60%-იც კი თუ გაჩვენეთ დაახლოებით 15-20%. იმიტომ რომ ChatGPT-ს პირობითად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ კოდის წერისას, YouTube-ისთვის ვიდეოს იდეის წერისას, ნუ მე არ გამომიყენებია სიმართლე. ისე ეგეც არ იქნება ცუდი და ურიგო ერთი ვიდეო რო თავიდან ბოლომდე ChatGPT-ს ტექსტით და რაღაცებით ავაწყო. საინტერესო იქნება. მოკლედ გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სამუშაოებს წაგვართმევს და რაღაც გავსი. მე მეეჭვება სიმართლე რომ გითხრათ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტთან მუშაობას ისწავლის, პირიქით, ბევრად უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს ნებისმიერ სამსახურეობრივ სფეროში. დღეისთვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით უახლოეს მომავალში. საკმაოდ საინტერესო ვიდეოთი შეგვხვდებით და დაგიბრუნდებით დროებით. Peace.